მარსზე ქალაქის გაშენება აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური, თუმცა წარმოუდგენლად რთული პროექტი. დღეს ამ მიმართულებით ორი მთავარი ძალა მუშაობს: სახელმწიფო სააგენტოები, როგორიცაა NASA და კერძო სექტორი, პრინციპში სერიოზულად მხოლოდ SpaceX-ი. მარსის კოლონიზაციის პერსპექტივები, გამოწვევები და რეალური გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანია. რატომ მარსი? მარსი დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე, საცხოვრებლად ვარგისი პლანეტაა. მიუხედავად იმისა, რომ იქაური პირობები მკაცრია. მარსზე ქალაქი ვერ იქნება დამოკიდებული დედამიწიდან მიწოდებულ საკვებსა და ჰაერზე. ესეც რთულ გამოწვევებს ქმნის მეცნიერების წინაშე. პერსპექტივა რეალურია, თუმცა რთული. უახლოეს 10-15 წელიწადში სავარაუდოდ ჩვენ ვიხილავთ პირველ ადამიანს მარსზე, ხოლო სრულფასოვანი ქალაქის გაშენებას სავარაუდოდ 50-დან 100 წლამდე დასჭირდება. ეს იქნება კაცობრიობის გადაზღვევა. გავხდეთ მრავალპლანეტური საზოგადოება. კოდის ფარგლებში მარსზე ცხოვრების პერსპექტივაზე არაერთხელ მისაუბრია. ამიტომ ახლა უფრო დავივიწროვდები და კონკრეტულად კერძო სექტორის პერსპექტივიდან ვისაუბრებ. კერძოდ კი მილიარდერ ილონ მასკის იდეაზე, მარსზე პირველი დასახლების შესახებ. ილონ მასკის გეგმა მარსის შესახებ ერთი შეხედვით გიჟურ სამეცნიერო ფანტასტიკას გავს. თუმცა მისი რეალისტურობა ეყრდნობა არა მხოლოდ ოცნებებს, არამედ კონკრეტულ ფიზიკურ გათვლებსა და საინჟინრო პროგრესს. მოკლედ რომ ვთქვა, მარსის იდეა ასეთია. კაცობრიობა უნდა გახდეს მრავალპლანეტარული სახეობა, რათა გადაურჩეს დედამიწაზე შესაძლო გლობალურ კატასტროფებს. ან მისი ერთ-ერთი აზრით უცხოპლანეტელების შესაძლო თავდასხმას. თუმცა ეს უცხოპლანეტელები რატომ არ დაგვესხმებიან მარსზე, არ ვიცი. ამ გეგმას ეჭქვეშ მხოლოდ ადამიანის ბიოლოგია აყენებს. რადიაცია და დაბალი გრავიტაცია ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს მარსზე 20-30 წელი ჯანმრთელად აცხოვრებს. მასკი ცნობილია ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზებით და ფანტაზიით. მისი გეგმა 2029 წელი პირველი ადამიანის დასასმელად ბევრი ექსპერტისთვის არარეალურია. უფრო 2030-იანი წლების ბოლოს ვარაუდობენ. ასევე არ მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური საკითხებიც გამოწვევაა. აი რომ ავიღოთ ფსიქოლოგია. ჩაკეტილ სივრცეში დედამიწისგან მილიონობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრება ადამიანისათვის უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხია. ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოწვევებთან მებრძოლი ილონი მაინც აგრძელებს მშვიდ ცურვას მარსის ათვისების იდეისკენ. მოდი ახლა უფრო დეტალურად გავიგოთ ამ გეგმის შესახებ. 2050 წლისთვის მარსზე ქალაქი გაშენდება. ის კაცობრიობის მეორე სახლი და დედამიწის მყუდრო თავშესაფარს მიღმა დაარსებული ჩვენი პირველი ფორპოსტი იქნება. სამშენებლო პროექტი, რომელიც სამყაროში ჩვენს, როგორც მრავალპლანეტური სახეობის მომავალს, წარუშლელად დაამკვიდრებს. კომპანია SpaceX-ი მტკიცედაა განწყობილი, რომ ეს ხედვა რეალობად აქციოს. თუმცა, მარსის კოლონიზაციისთვის მხოლოდ ამბიცია და მძლავრი რაკეტები არ კმარა. მთავარი ნიშანი, რაც მარსის ქალაქს ნებისმიერი სხვა არამიწერი დასახლებისგან, მაგალითად მთვარის ბაზისგან განასხვავებს, თვითკმარობის იდეაა. მთვარეზე მყოფ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია დედამიწაზე დაბრუნება. ამ ორ ჯაჭვულ ციურ ობიექტ შორის მგზავრობას ხომ სულ რაღაც ერთი დღე სჭირდება. შესაბამისად, ნებისმიერი რესურსი, რომელიც მთვარის მკვიდრებთ დასჭირდებათ, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. მარსის შემთხვევაში კი სულ სხვაგვარადაა საქმე. აქ დედამიწიდან ცალმხრივ მგზავრობას 8 თვე სჭირდება, მინიმუმ 6. შესაძლოა მომავალში ბირთვული ძრავების დახმარებით ეს დრო შემცირდეს, მაგრამ საუკეთესო პროგნოზითაც კი გზას მაინც 45 დღე დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მარსის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დედამიწის რესურსებზე. მათ უნდა ისწავლონ ყველაფრის მოპოვება, რასაც წითელი პლანეტას თავაზობს. თუმცა სიმართლე ითქვას, ის ბევრს არაფერს გვთავაზობს. სწორედ ეს გარემოება გახდება ბიძგი მარსზე მძლავრი ინდუსტრიის შესაქმნელად, რომელიც ამ მწირ რესურსებს მოიპოვებს და მათ ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ საგნებად გარდაქმნის. მიზანი ერთია: ადამიანი გადარჩეს. რომ დადგეს დღე, როდესაც ხომალდები დედამიწიდან აღარ ჩავლენ. კაცობრიობამ არსებობა ხომ უნდა გააგრძელოს. რა მიზეზითაც არ უნდა შეწყდეს მშობლიური პლანეტის მხრიდან მხარდაჭერა. კაცობრიობამ არსებობა მეორე პლანეტაზე უნდა განაგრძოს, მინიმუმ მეორეზე. ამისათვის კი საჭიროა, რომ სანამ დედამიწაზე რაიმე საბედისწერო მოხდება, მარსის ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდეს და საქმიანობდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მარსზე ფესვები ღრმად უნდა გავიდგათ, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით.
ილონ მასკის მოსაზრების კი არა და უკვე ვრცელი გეგმის მიხედვით, თავდაპირველად იქ რობოტები დასახლდებიან. სანამ პლანეტაზე პირველი ადამიანი ფეხს დადგამს, იქ ათობით, შესაძლოა ასობით რობოტი მუშაობდეს. მე კი ტესლას რობოტის ოპტიმუსის კვალს გავყვები. ალბათ არცაა შემთხვევითი, რომ SpaceX-ის შვილობილი კომპანია სწორედ იმ ტექნოლოგიას ქმნის, რომელიც მარსზე მშენებლობის დასაწყებად იქნება საჭირო. ოპტიმუსი სრულად ავტონომიური, ხელოვნური ინტელექტით მართული ჰუმანოიდია, რომელიც ნებისმიერი იმ საქმის შესასრულებლადაა შექმნილი, რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ. მეორე მხრივ, მას შეუძლია დაიწყოს ისეთი სამუშაო, რომელსაც მომავალში მარსის კოლონისტი გადაიბარებს. საქმე ისაა, რომ მარსი ზედმეტად შორსაა და მისი გარემო იმდენად მკაცრია, რომ ადამიანთა ეკიპაჟის უბრალოდ გაგზავნა და მათი ბედის ანაბარა მიტოვება შეუძლებელია. ეს მეთოდი შესაძლოა ამართლებდა ევროპელებისათვის ახალი ქვეყნების კოლონიზაციისას, მაგრამ მოგზაურობა მარსზე იქნება ყველაზე სახიფათო მიგრაცია კაცობრიობის ისტორიაში. მარსის ზედაპირი ანტარქტიდაზე ცივია და საჰარის უდაბნოზე მშრალი. იქაური მტვრის ქარიშხლები კი გაცილებით მძლავრია. ატმოსფერო იმდენად თხელია, რომ სითხე ფიზიკურად ვერ იარსებებს. იქ არ არის საკმარისი წნება მის შესაკავებლად, რის გამოც ნებისმიერი სითხე მყისიერად ორთქლდება. ადამიანი კი მოგეხსენებათ უმეტესწილად სწორედ სითხისგან შედგება. ასე რომ მარსზე სკაფანდრის გარეშე აღმოჩენისას ადამიანი მყისიერად გაიყინება, ადუღდება და დაიხრჩობა. და ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდება. დრამატული სურათია წარმოსადგენად. თუმცა, დამცავი აღჭურვილობის შიგნითაც კი საფრთხე არ ქრება, რადგან რადიაციის მძლავრი დოზის მიღების ალბათობა მაღალია. ატმოსფეროს არარსებობა ნიშნავს, რომ პლანეტის ზედაპირს თითქმის არაფერი ჰყოფს იმ კოლოსალური ბირთვული რეაქტორისგან, რომელსაც ჩვენ მზეს ვუწოდებთ. სწორედ ამიტომ SpaceX-ის გეგმის მიხედვით პირველ ხომალდებს მარსზე ოპტიმუსის რობოტები წაიყვანენ. ოპტიმისტური პროგნოზით ეს შესაძლოა უკვე 2026 წელს მოხდეს. კომპანიას უკვე აქვს გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 5 სტარშიპ ხომალდის გაგზავნას. თითოეული მათგანი 10 ტონა ტვირთით იქნება დატვირთული. ამ პირველი მისიის ერთადერთი რეალური მიზანია 5-დან 1 ხომალდი მაინც დაეშვას პლანეტაზე უვნებლად. რამდენიმე ხომალდის ერთდროულად გაგზავნის მიზეზიც სწორედ ესაა. გამოცდილების დაგროვება გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ SpaceX-ი ცდისა და შეცდომის მეთოდით სწავლობს, რაც ხშირად თავდაპირველად აფეთქებებით სრულდება. თუმცა წარმატების მიღწევის შემდეგ ისინი სტაბილურ და თანმიმდევრულ მუშაობაზე გადადიან. თუ დავუშვებთ, რომ ერთი ხომალდი მაინც დაეშვება მშვიდობიანად და მარსის ლანდშაფტზე ოპტიმუსის რობოტთა ჯგუფს გადასხამს, მათ მომდევნო ტალღის მოსვლამდე ბევრი საქმე არ ექნებათ. პირველი წარმატებული დაშვებიდან 2 წლის შემდეგ კი ნამდვილი კოლონიური ფლოტი გამოჩნდება. 20 ხომალდი, თითოეული 75 ტონა ტვირთით, რომელიც ძირითადად პირველი მკვიდრებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას მოიცავს. რაც შეეხება კოლონიის ადგილმდებარეობას, SpaceX-მა უკვე მონიშნა არკადიის რეგიონი, როგორც საუკეთესო კანდიდატი დასასახლებლად. ეს ტერიტორია მზის სისტემის უმაღლესი მთის ვულკან ოლიმპოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. არკადია ეკვატორთან ახლოს მდებარე ვაკეა, სადაც სავარაუდოდ წყლის ყინულის დიდი მარაგია. ეს კი მარსზე უმნიშვნელოვანესი რესურსია რამდენიმე მიზეზის გამო. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ოპტიმუსმა თავისი მომავალი თანამებრძოლებისთვის უნდა მოამზადოს, ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დანადგარი უნდა გამოიყოს. პირველი, წყლის გადამამუშავებელი ქარხანაა. ადამიანს წყალი სჭირდება, თუმცა ის ძალიან მძიმეა. დედამიწიდან 8 თვიანი მგზავრობისას მოსახლეობის სამყოფი მარაგის აღება დიდ სირთულეს წარმოადგენს და ისედაც მოითხოვს წყლის მრავალჯერად გადამუშავებას. თუმცა არსებობს ზღვარი იმისა, თუ რამდენჯერ შეიძლება გუშინდელი ნარჩენი სითხე დღევანდელ დილის ყავად იქცეს. წყლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ დასალებად არ გვჭირდება. მისი დაშლა ორ საბაზისო ელემენტად, ჟანგბადად და წყალბადად არის შესაძლებელი. ასე რომ ყინულის სასმენ წყლად ქცევასთან ერთად, ჩვენს რობოტ მზვერავებს კოლონისტებისათვის სუნთქვისათვის საჭირო ჟანგბადის წარმოებაც შეეძლებათ. რაც შეეხება წყალბადს, ის ადამიანის ორგანიზმისათვის გამოსადეგი არაა, თუმცა უმნიშვნელოვანესია სარაკეტო საწვავის დასამზადებლად. და ბოლოს, გასათვალისწინებელია ერთი რამ. მარსის კოლონისტობა დიდი ალბათობით წითელი პლანეტისკენ მიმავალ ცალმხრივ ბილეთს ნიშნავს. ანუ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. თუმცა მოკლებადიან პერსპექტივაში, სანამ ყველასთვის ხელმისაწვდომი ეს დიდებული ქალაქი აშენდება, ადამიანებს უკან დაბრუნების სურვილის ექნებათ. წყლის მსგავსად სარაკეტო საწვავიც მეტად მძიმეა. მისი იმ რაოდენობით წაღება, რაც მგზავრობასა და მარსზე დაშვებას ეყოფა, თავისთავად რთული ამოცანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხომალდს მეორე დასაფრენად და დედამიწამდე გამოსამგზავრებლად საწვავი აღარ დარჩება. აქედან გამომდინარე, ოპტიმუსის რობოტების კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, სარაკეტო საწვავის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იქნება.
არსებობს რაკეტები, რომლებიც საწვავად სუფთა წყალბადს იყენებენ. თუმცა ეს არც ისე პოპულარული არჩევანია, რადგან წყალბადი მეტად ჭირვეული ელემენტია. მას ახასიათებს უცნაური ქიმიური რეაქციები და მისი შენახვა უკიდურესად რთულია. ვინაიდან იგი სამყაროში უმსუბუქესი ელემენტია. სწორედ ამიტომ SpaceX-მა Starship-ის საწვავად მეთანი აირჩია. მეთანი არის წყალბადი, რომელშიც მცირეოდენი ნახშირბადია შერეული. ნახშირბადის ყოველ ერთ ატომზე წყალბადის 4 ატომი მოდის. სწორედ ნახშირბადი ეხმარება ნაზავს სტაბილურობის შენარჩუნებაში. ზენს მას საჭირო სიმძიმეს და მთელ ამ პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ წყალბადს წყლისგან მივიღებთ. ნახშირბადს კი პირდაპირ მნიშვნელობით ჰაერიდან მოვიპოვებთ. მართალია მარსის ატმოსფერო მეტად თხელია, თუმცა იგი ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება. ამრიგად ნახშირბადის დამჭერი მოწყობილობა შეძლებს ჰაერიდან საჭირო ატომების გამოცალკებებას, რის შედეგადაც მივიღებთ ნახშირბადს მეთანის დასამზადებლად და ბონუსად ჟანგბადს ადამიანების სუნთქვისთვის. მარსზე რობოტიზებული წარმოების მხარდასაჭერად აუცილებელი იქნება სამთო მოპოვებითი სამუშაოების დაწყებაც. ჩვენთვის საჭირო წყლის ყინული მიწისქვეშაა განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ამ მოთხრა მოგვიწევს. სრულიად არაა შემთხვევითი, რომ SpaceX ხელი მიუწვდება გვირაბების გამყვან ტექნოლოგიებზე, თავისივე შვილობილი კომპანიისგან. რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი საგვირაბე მანქანა მარსზე მშენებლობის ადრეულ ეტაპზე პრაქტიკული არ იქნება. თუმცა მისი დიზაინის მოდიფიცირება და მარსის პირობებზე მორგებული საბურღი დანადგარი შექმნა გზას გაგვიხსნის იმ რესურსებისკენ, რომლებიც ადამიანის გადარჩენასა და საბოლოოდ თვითკმარი კოლონიის ჩამოყალიბებას გახდის შესაძლებელს. დამატებითი უპირატესობა ისაა, რომ მოპოვებისას ამოღებული გრუნტი და ქანები შეიძლება გადამუშავდეს ერთგვარ ასფალტად, რომელიც გზებისა და დასაფრენი მოედნების მყარი საფარის დასაგებად გამოდგება. სწორედ აქამდე მივალთ პირველი მასშტაბური რობოტიზებული მისიის დაშვებიდან, დაახლოებით 2 წელიწადში. ეს შესაძლოა უკვე 2030 წელს მოხდეს. ცოტაოდენი ოპტიმიზმი ხომ დროდადრო არავის ვნებს. აი, სწორედ მაშინ დადგება დრო, როდესაც მარსზე პირველი ადამიანები ჩავლენ. ისინი ნაწილი იქნებიან Starship-ის გიგანტური ფლოტისა, რომელიც 100 ხომალდისგან შედგება და თითოეულს 150 ტონა ტვირთი გადააქვს. პირველი მკვიდრების ჩასვლისთანავე კი დღის წესრიგში 2 ახალი სამშენებლო პროექტი დადგება. პირველი პროექტი ენერგოსადგურის მშენებლობაა. აქამდე რობოტებს მხოლოდ საკუთარი აკუმულატორების დასამუხტად საჭირო ელექტროენერგია ესაჭიროებოდათ, რასაც რამდენიმე მზის პანელიც იოლად აუდიოდა. თუმცა ადამიანების გამოჩენასთან ერთად ენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზრდება. როგორც კი ენერგოსადგური მზად იქნება, რობოტების მიერ მანამდე აგებული მთელი ინფრასტრუქტურა სრული დატვირთვით ამუშავდება. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებმა, რომლებიც ჟანგბადს, წყალს, სითბოსა და ჰაერის წნებას წარმოქმნიან, შეუფერხებლად დღე-ღამის განმავლობაში უნდა იმუშაონ. მარსზე დღე-ღამის ხანგრძლივობა თითქმის დედამიწის იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 12 საათში ერთხელ იქაც ბნელდება. შესაბამისად, მზის პანელები მძლავრ აკუმულატორებს უნდა დაუკავშირდეს. ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, რომ Tesla უკვე აწარმოებს ენერგიის შესანახ გიგანტურ სისტემებს, სახელწოდებით მეგაპაკი. Starship-ის ერთ ხომალდში ასეთი რამდენიმე აკუმულატორი თავსდება, ხოლო ერთ მათგანს კი მცირე ქალაქის ენერგიით მომარაგება რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია. ასე რომ პატარა კოლონიის სასიცოცხლო ენერგიით უზრუნველყოფა ღამის საათებში სრულიად რეალურია. ენერგიის გარდა ადამიანებს საცხოვრებელი სახლებიც დასჭირდებათ. Starship-ის გიგანტური ზომა საშუალებას იძლევა ხომალდი დაშვების შემდეგაც დიდხანს დარჩეს ადამიანების საიმედო თავშესაფრად, ასე რომ გადასახლების გადაუდებელი აუცილებლობა არ იარსებებს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ხომალდი იდეალური სახლი ვერ იქნება. ის ზედმეტად მაღალი და ვიწროა. შიგნით მოსახვედრად თუ გარეთ გამოსასვლელად კი მუდმივად ლიფტით სარგებლობაა საჭირო. ამიტომ ადამიანები და ოპტიმუსის რობოტები ერთობლივი ძალებით მარსზე პირველი მუდმივი საცხოვრისის მშენებლობას შეუდგებიან. ამ საცხოვრისებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. პირველი, რაც ადამიანს გონებაში მოსდის, გიგანტური შუშის გუმბათია, თუმცა ეს ალბათ უფრო შორეული მომავლის საქმეა. პირველი მარსული მოსახლეობისათვის ასეთი ნაგებობა მეტისმეტად რთული ასაშენებელია. მაგალითისათვის, დედამიწაზეც კი არ გვაქვს ბევრი მსგავსი ნაგებობა. სამეცნიერო ფანტასტიკას ყველაზე მეტად სინგაპურის აეროპორტის გუმბათოვანი ბაღი უახლოვდება. მისი შიდა სივრცე 135,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. თავად კონსტრუქცია კი 3,500 ტონას იწონის. მხოლოდ ერთი ასეთი გუმბათისათვის საჭირო მასალის გადასაზიდად 350-ზე მეტი Starship-ის რეისი იქნებოდა საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სამშენებლო ტექნიკაზე, რომელიც მის სასაწყობად არის აუცილებელი. ჩვენ შეგვიძლია გუმბათების აგება, თუმცა ამისათვის მარსის ბუნებრივი გარემო უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, შეგვიძლია შევქმნათ ყინულის გუმბათი. ამ იდეას ამჟამად NASA-ს ლენგლის კვლევითი ცენტრი შეისწავლის. იგი იყენებს წყლის ბუნებრივ საიზოლაციო თვისებებს, ზუსტად იმავე პრინციპს, რომლითაც ჩრდილოეთში ინუიტები იგლუებს აგებენ. გაყინული წყალი შიგნით სითბოს შეინარჩუნებს, თუმცა მარსის პირობებში მას კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება: რადიაციისგან დაცვა. წყალი ხომ მზის მომაკვდინებელი რადიაციისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო ფარია.
ყინულის გუმბათის მშენებლობა მისი საფუძვლიდან გასაბერი თიხლისებრი ფორმის მოდულიდან იწყება. მას გარსევლება მყარი ყალიბი, რის შემდეგაც ავტონომიური რობოტები გუმბათს უშუალოდ მარსის ზედაპირზე მოპოვებული ყინულით ავსებენ. ყინული საკმარისად გამჭვირვალე იქნება იმისთვის, რომ ბუნებრივი სინათლე გაატაროს, რაც დადებითად იმოქმედებს შიგნით მცხოვრები ადამიანების ბიოლოგიურ რიტმსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასეთი ნაგებობა იდეალურია საცხოვრებლად, თუმცა მას შესაძლოა აკლდეს ის მრავალფუნქციურობა, რომელიც უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურისთვის, სამეცნიერო ლაბორატორიებისა თუ ქარხნებისთვისაა საჭირო. ამ პრობლემების გადასაჭრელად შეგვიძლია კვლავ გასაბერი მოდული გამოვიყენოთ, რომლის დამზადებაც დედამიწაზე ნებისმიერი ფორმითა და ზომითაა შესაძლებელი, ხოლო მარსზე მისი ტრანსპორტირება ერთი ხომალდითაც კი ადვილად მოხერხდება. შემდეგ კი დაგვჭირდება მრავალმხრივი და მყარი მასალა, რომელიც მას გარს შემოერტყმება და მტკიცე გარსს შექმნის. აქაც აუცილებელია ადგილობრივი რესურსების გამოყენება. თუ ყინულის მოპოვება წარმატებით გაგრძელდება, ჩვენ ხელთ დაგვიგროვდება დიდი რაოდენობით ქანები, რომლებიც ყინულამდე გზის გაკვალვისას ამოვიღეთ. სწორედ ეს მასალა შეიძლება ვაქციოთ სამშენებლო ნედლეულად. მე უკვე განვიხილე ამ ნარჩენი ქანების ასფალტად გამოყენება, თუმცა გასაბერი სახლებისათვის საჭირო მყარი გარსის შესაქმნელად უფრო ბეტონის მსგავსი მასალა დაგვჭირდება. იმისათვის რომ მარსზე ბეტონი მივიღოთ, აუცილებელია შემკვრელი ნივთიერება, რომელიც ქვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. საინტერესოა, რომ ამ ნივთიერების მოპოვებაც იქვე კოლონიაში იქნება შესაძლებელი, რადგან ის ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედების ნარჩენებისგან მიიღება. ამ კონცეფციას ხშირად ასტრობეტონს ან ბიობეტონს უწოდებენ. იგი ასტრონავტების ბიოლოგიურ სითხეებს სამშენებლო მასალად აქცევს. მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პროცესისათვის ადამიანის სისხლი, ოფლი და შარდიც კი გამოდგება. რა თქმა უნდა, იდეალურ კოლონიაში ზედმეტი სისხლისა და ოფლის ღვრას უნდა ვერიდოთ. თუმცა წყლის ბალანსს შევინარჩუნებთ. შარდის ნაკლებობა ნამდვილად არ გვექნება. მართალია, მისგან სასმელი წყლის გამოცალკებებაც შეიძლება, მაგრამ ფილტრაციისას რჩება ნარჩენი, შარდოვანა. სწორედ ესაა ის ოქროს ნედლეული, რომელიც მარსის გრუნტთან შერებისას წარმოქმნის ბეტონს, რომელიც დღეს დედამიწაზე არსებულ მასალებზე უფრო მტკიცეც კია. შესაძლოა ეს გიჟურიდია ჟღერდეს, თუმცა შუა საუკუნეების მშენებლები ციხესიმაგრეების მშენებლობისას სიმტკიცისთვის დუღაბში ცხოველის სისხლს მართლაც ურევდნენ, ასე რომ ეს პრინციპი სრულიად ახალი არ არის. და ბოლოს, საკვები, რაც სავარაუდოდ მარსის თვითმყარი ქალაქის არსებობისათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იქნება. საწვავისა და წყლის მსგავსად დედამიწიდან საკვების მარაგის უსასრულოდ ტარება შეუძლებელია. რაღაც ეტაპზე დაგვჭირდება მარსზე მოყვანილი პროდუქტები. მიწად მოქმედება რთული საქმეა დედამიწაზეც კი, მაგრამ მარსი სულ სხვა წინააღმდეგობებს გვიქმნის. იქაური ნიადაგი პირდაპირ გაგებით ტოქსიკურია. იგი გაჯერებულია პერქლორატებით, ქლორის შემცველი ნივთიერებებით, რომლებსაც ჩვენ საცურაო აუზებში ბაქტერების მოსაკლავად ვიყენებთ. შესაბამისად, მარსის გრუნტში ვერანაირი მცენარე ვერ გაიხარებს. ამ პრობლემას ორი თანაბრად რთული გადაწყვეტა აქვს. ან დედამიწიდან უნდა წავიღოთ ნიადაგი, ან მარსზევე უნდა ჩამოვაყალიბოთ ინდუსტრია, რომელიც ნიადაგს პერქლორატებისგან გაწმენს და მას საჭირო ნუტრიენტებით გაამდიდრებს. თუმცა ხომალდით გადაზიდული მიწა მილიონი ადამიანის გამოსაკვებად ზღვაში წვეთია. საბედნიეროდ აქაც გამოგვადგება ადამიანის ცხოველმოქმედების ნარჩენები. თუ შარდი ცემენტის დასამზადებლად გამოიყენება, სხვა ტიპის ნარჩენები იდეალური სასუქი იქნება მინდვრებისთვის, მილიონი ადამიანის გამოსაკვებად. არაბის უთქვამს, რომ ეს პროცესი ესთეტიკური იქნებოდა, თუმცა თუ შევძლებთ სიცოცხლისათვის აუცილებელი საბაზისო საჭიროებების, ენერგიის, წყლის, ჟანგბადის, თავშესაფრისა და საკვების დამოუკიდებელ წარმოებას დედამიწისგან დაუხმარებლად, ეს იქნება პირველი ნაბიჯი კაცობრიობის ნამდვილი მრავალპლანეტურ სახეობად ქცევისკენ. და ახლა კითხვა, საით მივემართებით შემდეგ? მგონი ნაჩქარევია. ეს ვიზუალიზაცია გაძლევთ წარმოდგენას, როგორ გადაადგილდება კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან მარსზე. აქ ხედავთ ლურჯ დედამიწას და წითელ მარსს. რეალურად ხომალდის მიერ გავლილი გზა დაახლოებით 1000 ჯერ უფრო გრძელია, ვიდრე დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი. ამიტომ მარსზე პირდაპირ ვერ გავფრინდებით. საჭიროა ელიფსური ორბიტის შექმნა, სადაც დედამიწა ერთ წერტილშია, ხოლო მარსი ელიფსის მეორე, შორეულ მხარეს. შემდეგ საჭიროა სწორად შეარჩიოთ დრო და პოზიცია ამ ორბიტაზე, რათა ტრაექტორია მარსს დაემთხვეს. სწორედ ასე ხდება ორბიტული ტრანსფერი დედამიწიდან მარსამდე. თუ თქვენს Starlink-ის Wi-Fi routers დააგვირდებით, ამ სურათსაც ნახავთ იქ, რადგან Starlink ინტერნეტი არის ის სისტემა, რომელიც გარკვეულწილად აფინანსებს კაცობრიობის მარსზე მისვლას.
ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც Starlink-ი იყიდა, რადგან ამით თქვენ ეხმარებით კაცობრიობას, უზრუნველყოს ცივილიზაციის მომავალი, გახდეს მრავალპლანეტური და გადაიქცეს კოსმოსში მოქმედ ცივილიზაციად. დიდი მადლობა. Thank you. So ეს არის ჩვენი სავარაუდო გეგმა. here, იმედი გვაქვს, რომ ყოველ ახალ გაშვების ფანჯარაში მნიშვნელოვნად გავზრდით მარსზე მიმავალი ფრენების სიხშირეს. the cadence of flights tomorrow. დაახლოებით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ კвеტრად გაიზრდება იმ ხომალდების რაოდენობა, რომლებიც მარსისკენ გაემართება. საბოლოოდ მიზანია, რომ თითო მარსულ შეხვედრაზე დაახლოებით 1000 ან 2000 ხომალდი გავუშვათ. Get to ძალიან უხეში შეფასებით, მარსზე თვითმყოფადი ცივილიზაციის შესაქმნელად საჭიროა დაახლოებით 1 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა პლანეტის ზედაპირზე. get about 1 million tons is my guess. ეს არის ის კრიტიკული ეტაპი, როცა დედამიწიდან მომარაგების ხომალდები რაიმე მიზეზით რომც შეწყდეს. მარსზე არსებული საზოგადოება მაინც შეძლებს არსებობას და განვითარებას. Coming for any reason, Mars still succeeds. Mars can still grow. იქ არაფერი უნდა გაკლდეს. არც ისეთი რამ თითქოს უნიშნელო რომ იყოს, მაგალითად C ვიტამინის ეკვივალენტი. მარს უნდა კონდეს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი დამოუკიდებელი განვითარებისთვის. ჩემი ვარაუდით, ამისათვის დაახლოებით 1 მილიონი ტონა იქნება საჭირო. თუმცა შეიძლება 10 მილიონიც გახდეს. იმედი მაქვს 100 მილიონი ტონა არ იქნება საჭირო, რადგან ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ამჟამად განვიხილავთ სხვადასხვა ადგილს დასახლებისთვის. მთავარი კანდიდატი ახლა არის მარსის რეგიონის სახელად არკადია. მარსზე ძალიან დიდი ტერიტორიაა, მაგრამ როდესაც ყველა ფაქტორს ერთად განვიხილავთ, მაგალითად, რომ პოლუსებთან ძალიან ახლოს არ უნდა ვიყოთ, საჭიროა ყინულთან სიახლოვე წყლის მისაღებად და ადგილი ძალიან მთაგორიანი არ უნდა იყოს, რადგან ეს რაკეტებისათვის პრობლემას შექმნის. Can't be too mountainous for the rockets. არჩევანი შედარებით პატარა რეგიონამდე მცირდება. არკადია ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია. It's one of my daughter. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილის სახელიც არკადიაა. პირველი სტარშიფები მარსზე გაფრინდებიან, რათა კრიტიკული მონაცემები შეაგროვონ. პირველ მისიებში გავაგზავნით ოპტიმუს რობოტსაც, რომელიც იქ გარემოს გამოიკვლევს და გარკვეულწილად მოამზადებს გზას ადამიანებისთვის. Prepare the way for humans. ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იქნება, თუ ეს მოხდება. We're able to achieve it. თუ 2026 წლის ბოლოს გაშვება შევძელით, ხომალდები მარსზე ტექნიკურად 2027 წელს ჩავლენ. წარმოუდგენელი იქნება იმის დანახვა, როგორ დადის ოპტიმუსი მარსის ზედაპირზე. And then with 2 წლის შემდეგ, თუ პირველი მისიები წარმატებით დასრულდება და უსაფრთხოდ დაეშვება, შემდეგ მისიაზე უკვე ადამიანებს გავაგზავნით. successful and they land successfully, we'd send humans on the next mission. ამის შემდეგ დავიწყებთ მარსისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის აქტიურ შექმნას. So უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა ჯერ 2 მისია გავუშვათ ოპტიმუსით და მხოლოდ მესამე მისია იყოს ადამიანებით. ამას დრო გვიჩვენებს და გამოცდილება. შემდეგ მარსზე დავამონტაჟებთ კომუნიკაციის სისტემებსაც. ინტერნეტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება Starlink-ის სპეციალური ვერსია. to provide internet on Mars. სინათლის სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაშიც კი საუკეთესო სცენარში სიგნალს დედამიწიდან მარსამდე მისასვლელად დაახლოებით 3 წუთი და ნახევარი სჭირდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი დაახლოებით 22 წუთი ან მეტიც, რადგან ზოგჯერ მარსი მზის მეორე მხარეს იმყოფება დედამიწის მიმართ. Mars is on the other side of the sun from Earth. ამიტომ მარსთან მაღალი სიჩქარის კომუნიკაციის უზრუნველყოფა საკმაოდ რთულია, მაგრამ Starlink-ი შეძლებს ამის განხორციელებას. But Starlink will achieve that. Yeah, and then შემდეგ პირველი ადამიანები დაიწყებენ საფუძვლის შექმნას მარსის ზედაპირზე მუდმივი ყოფნისთვის. როგორც უკვე ვთქვი, მთავარი მიზანია მარსი, რაც შეიძლება სწრაფად გავხადოთ თვითმყოფადი და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი. so it's just a ეს არის მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი შეიძლება იყოს პირველი ქალაქი მარსზე. ჩემი ვარაუდით, გაშვების ან დაშვების პლატფორმებს ქალაქიდან ცოტა უფრო შორს განათავსებენ, უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით. but for Mars we're going to need მარსზე დიდი რაოდენობით მზის ენერგია დაგჭირდება, რადგან მარსის ზედაპირზე თავისუფლად გადაადგილება ჯერ შეუძლებელია. you can't really walk around ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ მარსი არ იქნება ტერაფორმირებული და დედამიწას არ დაემსგავსება. you need to walk around with a Mars. ადამიანებს მოუწევთ სპეციალური მარსის სკაფანდრებით გადაადგილება. საწყის ეტაპზე ისინი ალბათ იცხოვრებენ დიდ, შუშის გუმბათების მსგავს კონსტრუქციებში.
თუმცა ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. საბოლოოდ კი მარსის გარდაქმნა დედამიწის მსგავს პლანეტადაც შეიძლება. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმ ეტაპს, როცა ყოველ მარსულ გაშვების ფანჯარაში 1 მილიონ ტონაზე მეტ ტვირთს გადავიტანთ. ასეთი მასშტაბი უკვე ნიშნავს ნამდვილ ცივილიზაციას. მეგატონობით ტვირთი თითო გაშვების ფანჯარაში. მარსზე ბევრი კოსმოდრომი იქნება, რადგან იქ მუდმივად ვერ იფრენ და უნდა გამოიყენო კონკრეტული გაშვების ფანჯრები. ერთ დროს შეიძლება 1000, 2000 ან კიდევ უფრო მეტი ხომალდი დაგროვდეს. წარმოიდგინეთ, ისინი ორბიტაზე იქნებიან შეკრებილი და ელოდებიან გამგზავრებას. რაღაც ბათლსთან გალაქტიკას მსგავს სურათს ვქმნით, სადაც უამრავი ხომალდი ერთად არის. შემდეგ ისინი ერთდროულად გაემართებიან გზაზე. ეს მართლაც საოცარი სანახავი იქნება. უამრავი ხომალდი ერთდროულად რომ ტოვებს ორბიტას. რა თქმა უნდა, მარსზე საჭირო იქნება ბევრი გაშვების და დაშვების პლატფორმაც. ან ხომალდები ძალიან სწრაფად უნდა გადაიყვანონ დაშვების ადგილიდან, რათა ადგილი სხვა ხომალდებს დაუთმონ. თუ რამდენიმე 1000 ხომალდი ერთდროულად მოდის, ალბათ რამდენიმე ასეული დაშვების პლატფორმა მაინც იქნება საჭირო. მაგრამ ეს პრობლემა მოგვიანებით გადაწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოუდგინლად შთამბეჭდავი იქნება მარსზე ასეთი ქალაქის არსებობა. პირველი ქალაქი სხვა პლანეტაზე, სრულიად ახალი სამყაროს დასაწყისი. ამავე დროს ეს იქნება შესაძლებლობა მარსზე მცხოვრები ადამიანებისთვის თავიდან დაფიქრდნენ, როგორი უნდა იყოს ცივილიზაცია. შეიძლება გადაიხედოს, როგორი მმართველობის სისტემა უნდა არსებობდეს, როგორი ახალი წესები უნდა დაწესდეს. მარსი იძლევა დიდ თავისუფლებასა და შესაძლებლობას, თითქოს თავიდან გადაიწყოს ცივილიზაცია. საბოლოო ჯამში მასკის იდეა ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ მისი განხორციელება იმაზე ბევრად ძვირი და ნელი პროცესი იქნება, ვიდრე ის ამბობს. პირველი პატარა ბაზის გაშენება ჩვენს სიცოცხლეში სრულიად რეალურია. თუმცა 1 მილიონიანი ქალაქი სავარაუდოდ მომავალი საუკუნის თემაა. რაც შეეხება პერსპექტივას, თუ Starship-ის მომავალი ტესტები წარმატებით ჩაივლის, მარსი ჩვენთვის ისეთივე ხელმისაწვდომი გახდება, როგორც მე-16 საუკუნეში ამერიკა იყო ევროპელებისთვის. ჩამოვალთ რომ იტყვიან. თუმცა მგზავრობა ამ ტექნიკური შესაძლებლობებით ყველა შემთხვევაში ხანგრძლივი იქნება და ამიტომ უნდა იყოს მარსი თვითკმარად ათვისებული, რადგან იქედან სასწრაფო ევაკუაცია ან სასწრაფოდ დახმარების მიწოდება, როგორც მთვარის შემთხვევაში, ვერ მოხდება. დაველოდოთ სიახლეებს მათ შორის ამ მიმართულებით. დამი კომენტარი და მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. მადლობა მხარდაჭერისთვის.